კომპანია OpenAI-ის ხელოვნური ინტელექტის მოდელმა დაამარცხა ჭადრაკის ფინალში კომპანია xAI-ის ხელოვნური ინტელექტის მოდელი Grok-ი, რომელიც ეკუთვნის პლატფორმა X-ის მფლობელს ილონ მასკს. ისტორიულად ტექნოლოგიური კომპანიები ხშირად იყენებენ ჭადრაკს იმისათვის, რომ შეამოწმონ და შეაფასონ, როგორ განვითარდა ტექნოლოგია და რა შესაძლებლობები აქვს მას. ხშირ შემთხვევაში ასეთ ტურნირებში მონაწილეობას იღებენ ისეთი კომპიუტერები, რომლებიც სპეციალურად შექმნილი არის ჭადრაკისთვის, თუმცა ამ შემთხვევაში ერთმანეთის წინააღმდეგ იყო დაპირისპირებული მხოლოდ ხელოვნური ინტელექტის მოდელები. მონაწილეობა მასში მიიღო როგორც Grok-მა, ანუ xAI-ის ხელოვნური ინტელექტის მოდელმა, ასევე OpenAI-ის ხელოვნური ინტელექტის მოდელებმა და ფინალში ერთმანეთს შეხვდა Grok 4, ყველაზე ახალი ვერსია Grok-ის და OpenAI-ის ხელოვნური ინტელექტის მოდელი O3 და როგორც ხედავთ ფინალში OpenAI-ის მოდელმა O3-მა დაამარცხა Grok 4. მონაწილეობას ასევე იღებდა Google-ის ხელოვნური ინტელექტის მოდელი Gemini, რომელიც გავიდა მესამე ადგილას. პლატფორმა Kaggle-ზე გაიმართა ეს შეჯიბრი, რომელიც ეკუთვნის კომპანია Google-ს და ამ პლატფორმას ხშირად იყენებენ მონაცემთა ანალიტიკოსები იმისათვის, რომ შეამოწმონ ტექნოლოგიის პროგრესი და რა შესაძლებლობები აქვს მას სამომავლოდ. ორგანიზატორები ამ ტურნირის აღნიშნავენ, რომ ძალიან საინტერესო ფინალი გამოდგა, რადგან ამჟამად რეალურ სამყაროშიც კომპანია OpenAI-ის დირექტორი სემ ალტმანი და ბიზნესმენი ილონ მასკი ერთმანეთის წინააღმდეგ გამოირჩევიან კრიტიკული განცხადებებით, მიმდინარეობს მათ ერთმანეთზე სამართლებრივი დავაც. აღსანიშნავია ის, რომ კომპანია OpenAI ასევე დააარსა ილონ მასკმა სემ ალტმანთან ერთად, ისინი არიან დამფუძნებლები, თუმცა მოგვიანებით ილონ მასკმა დატოვა კომპანია OpenAI და როგორც თვითონ ამბობს, მათ ჰქონდათ ძალიან სერიოზული იდეოლოგიური განსხვავება.